ომია. ომში ყველაფერი ხდება, ბატონო ჩემო, ხან ავტომატი გაიწრის, ხან ქვემეხი, ხან შილკა, ხან კიდევ სხვა რამ და ეს ასეთია ომი. ასეთია ომი. ამიტომ მე ძალიან დიდი თხოვნა მექნებოდა ყველას მე ვთქვი ჩემო ჯუმბერო, ეს გავლილი დღისათვის მადლობელი ვარ, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ვინც ახავარ ამ შემადგენლობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ამ შენობის დაცვა ბოლომდე დიდი სიფრთხილით. დიდი სიფრთხილით, იმიტომ რომ ბევრი რამაა მოსალოდნელი. ჩვენ არ გამოვიწყავთ იმას, რომ ყოველ დილას შენობის თავზე რაღაცა ნაჭერი აფრიალდება. ეს არ იქნება. მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება ამ შენობის დაცვა, ამ შენობის მოვლა, ეს არის სინდის ნამუშევარი. 7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ არ დატოვა ცეცხლში გახვეული სოხუმი. ქალაქის დაცემის შემდეგ აფხაზთა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვე დაიყვანა იგი და დახვრიტა. მოგვიანებით ეროვნული გმირის ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დღემდე ყველას ახსოვს მისი ტრაგიკული ისტორია. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ სოხუმის დაცემის დღესა და მის დაბადების დღეზე ქართული საზოგადოება ტრადიციულად იკრიბება ჟიულის შარტავას საფლავთან და პატივს მიაგებს სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ხსოვნას. წელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჟიულის შარტავა და მისი ხსოვნის უგდავ საყოფად საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს. დარჩა მისი წარსული ცხოვრების საოცარი დიდი მოსაგონარი და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს მივიტანოთ ჩვენს ახალგაზრდებამდე იმდენად რამდენადაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება მათ და ჩვენს მომავალ თაობას. ყოველთვის აღნიშნა ჩვენი გმირების ესე იგი დაბადების დღეს იმ ადამიანების ვინც პრაქტიკულად შეეწირნენ სამშობლოს ღირსებას. მე კიდე მინდა აღნიშნო რომ საერთოდ მარტის თვე ძალიან მძიმე პერიოდი იყო აფხაზეთის ტრაგედიაში, იცით 16-17 მარტი, ყველა იმ მეომრის სახელს მინდა მოვეფერო და გავიხსენო ისინი და კიდე ერთხელ შევახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ ის საზოგადოება, რომელიც თავის ღირსეულ მამულიშვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს, განწერულია დასაღუპავად. ამიტომ ეს ჩვენი მოვალეობა ვიყო დღეს მის საფლავზე, მის სახელს პატივი მივაგო და გავიხსენოთ ის ბიჭები. დღევანდელ დღეს მივაგებთ პატივს ქვეყნის ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას და მასთან ერთად ბუნებრივია ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას შეწირა საკუთარი თავი. მე მინდა გავიხსენო 27 სექტემბერს, ერთ-ერთი ბოლო ვიყავ, ვინც ვნახე ჟიული და მასთან ერთად ის ადამიანები, ვინც დარჩნენ სოხუმში, რომ დაეცვათ სოხუმი და მე მართლაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო შეგნებული, გააზრებული მათი მხრიდან ნაბიჯი, გააზრებული მითი, რომ მათ ელოდათ სიკვდილი, მაგრამ მათ უკან საქართველო იყო და სხვანაირად არ შეიძლებოდა მოქცეულიყო. ეს არის მაგალითი ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილთა შვილებისთვის და ამ ნაბიჯით ჟიული შარტავამ და მისმა მეგობრებმა, ჩვენმა თანამებრძოლებმა უკტავებისკენ გადადგეს ნაბიჯი.